გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში კონკრეტულად პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის გაძლიერებას. ეს არ ტარდება მხოლოდ კახეთში, ჩვენ შევარჩიეთ 5 რეგიონი საქართველოში, უკვე გავხდით აჭარაში, გურიაში, იმერეთში და სამეგრელოში. ეს არის ასე ვთქვათ, ბოლო შეხვედრა დღეს ჩვენი, ეს არის კახეთის რეგიონი, სადაც თელავში, უბრალოდ კახეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან აქტუალურია, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით ჯერ კიდევ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, შედარებით ახალი თემა არ არის ზოგადად ეს, მაგრამ ამ პირთა უფლებებზე საუბარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამები, სიძულვილის ენასაც უწოდებთ მედია საშუალებების მიერ, ასე ვთქვათ, მათი პრობლემების გაშუქება, არა იმ ჭრილში და იმ ფორმით, რასაც ამას ჩვენ გავალდებულებს საერთაშორისო კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, ჩვენი კანონმდებლობა, კონსტიტუცია, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და ასე შემდეგ. აღნიშნული მსგავსი სემინარები ჩვენ უკვე ჩავატარეთ საქართველოს 4 რეგიონში, ანუ პრაქტიკით დაგეგმილი იყო 5 რეგიონის მოცვა. ეს იყო აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია და დღეს გახლავართ ვიყავით და ვართ ასე ვთქვათ კახეთში. ამ სემინარების ციკლის დასრულების შემდეგ ასევე დაგეგმილია პროექტის ფარგლებში კონკურსის გამოცხადება რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის. თემა ისევ იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები და გამარჯვებულებიც რა თქმა უნდა დაჯილდოვდებიან პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია სხვადასხვა ფასიანი პრიზები და როცა პროექტის საბოლოო პრეზენტაცია გაიმართება, ასევე მოხდება იქ გამარჯვებული ჟურნალისტების და მედია საშუალებების დაჯილდოება. ანუ ჩემი აზრით ამ კუთხით ძალიან ბევრი პრობლემებია მედიაში, ანუ იმ მხრივ რომ არის ინფორმაციის ვაკუუმი, არ გვაქვს ისეთი ტერმინოლოგია, რომელსაც ვიხმარებთ ამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით და ჩემი აზრით ეს ტერმინოლოგიები ხშირად ტარდებოდეს, რაც ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისათვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებასა და აღარ იქნება ინფორმაციის ვაკუუმი. სამწუხაროდ არ გვაქვს იმის ფუფუნება, განსაკუთრებით რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს, რომ დარგობრივად ვიმუშაოთ, ანუ კონკრეტულ თემებზე თითოეულმა ჟურნალისტმა. აქედან გამომდინარე, გვაქვს რა თქმა უნდა შეცდომები იგივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით. ალბათ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხშირად ვიყენებ სიძულვილის ენასაც და გამომდინარე მნიშვნელოვანია მივიღოთ მონაწილეობა მსგავსი ხასიათის და შინაარსის ტრენინგებში, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ შემდეგ ჩვენს პრაქტიკაში ეს ენა.